სამი ერთსიმაღლიდან ჩამოსრიალებული m მასის მქონე სხეული შემოწერს მკვდარ მარკურს, რასაც თქვენ ხედავთ ნახატზე და ჩვენ გვაინტერესებს სამი რაღაც. კერძოდ, სამი ერიდან თუ ჩამოსრიალდა ეს სხეული, რა სიჩქარე იქნება ყველაზე ქვედა წერტილში, რა სიჩქარე იქნება აი ყველაზე ზედა წერტილში და გვაინტერესებს ასევე მესამე რაღაც, კერძოდ, რა მინიმალური სიმაღლიდან უნდა ჩამოსრიალდეს სხეული, რომ ამ სხეულმა მკვდარი მარკურში შემოწეროს და მთლიანად ეს წრე გაიაროს. მოკლედ, პირველი რაღაც არის რომ დავწეროთ ასეთი რაღაც. სამი ერი სიმაღლიდან თუ სრიალდება სხეული, ვიპოვოთ ყველაზე ქვედა წერტილში რა სიჩქარე ექნებოდა. და კერძოდ დავწეროთ მექანიკური ენერგიის შენახვა, რაც ნიშნავს, რომ კინეტიკურს პლუს პოტენციური ენერგია უნდა შეინახოს. კინეტიკურს პლუს პოტენციური ენერგია ყველაზე ზედა წერტილში არის მხოლოდ პოტენციური ენერგია და ეს არის 3mg, ხო? ანუ mg/3m. ეს ყველაზე ქვედა წერტილში გარდა იქნა კინეტიკური ენერგიაში, რადგან ამ წერტილში უკვე პოტენციური ენერგია ჩვენ აღარ გვაქვს. და შეგვიძლია დავწეროთ, რომ mg/3m არის mv1 კვადრატის ნახევარი, რაც ნიშნავს იმას, რომ მასების შეკვეცის შემდეგ 3g გამოდის v1 კვადრატი გაყოფილი 2-ზე, საიდანაც v1 კვადრატი გამოდის 6g. ანუ, ესე იგი, აი ყველაზე ქვედა წერტილში მისი სიჩქარე იქნება ფესვი 6g, ხოლო სიჩქარის კვადრატი იქნება 6g, ხო? აი ეს სანამ წერტილს დაარღვევს. მოდი ახლა ვიპოვოთ ჩვენ თუ რა იქნება რეაქციის ძალა და ამ სხეულზე თუ დავუკვირდებით, მოგვიანებს ორი ძალა. პირველი არის რეაქციის ძალა, n1 მიმართული ვერტიკალურად ზემოთ, აი ეს დავხაზეთ ეს. და ასევე mg ძალა მიმართული ვერტიკალურად ქვემოთ. და ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს აი ესე მოძრაობს წერტილზე. და უნდა დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, კერძოდ ცენტრისკენ მიმართული ჯამური ძალა, რაც ნიშნავს n1-ს გამოკლებული mg, რადგან n1 არის ზემოთ ცენტრისკენ და mg არის ქვემოთ. ხო, ანუ n1-ს გამოკლებული mg უნდა იყოს მასაჯერ აჩქარება. და ცენტრისკენული აჩქარების ფორმულა არის v კვადრატი გაყოფილი r-ზე, ანუ n1-ს გამოკლებული mg იქნება mv1 კვადრატი გაყოფილი რადიუსზე. რადგან კიდევ ერთხელ ცენტრისკენული აჩქარების გამოსაცვლელად ჩვენ გვაქვს ასეთი ფორმულა, სიჩქარის კვადრატი გაყოფილი იმ რადიუსზე, იმ წერტილის რადიუსზე, რომელზეც მოძრაობს. აქედან mg გამოვიტანოთ მარჯვენა მხარეს და n1 გამოვა, ანუ ქვედა წერტილში აქ რეაქციის ძალა გამოვა mg-ს დამატებული mv1 კვადრატი გაყოფილი r-ზე, მაგრამ v1 კვადრატი არის 6g და თუ ამ მნიშვნელობას ჩავსვავთ, აი mv1 კვადრატი გაყოფილი r-ში ჩვენ მივიღებთ საბოლოო ფორმულას mg-ს დამატებული m6g გაყოფილი r-ზე, ანუ mg-ს დამატებული 6mg, ანუ 7mg. ესე იგი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ სხეული 3 ერთსიმაღლიდან ჩამოსრიალდებოდა, ყველაზე ქვედა წერტილში რეაქციის ძალა იქნებოდა 7mg, რომელიც მიმართულია ვერტიკალურად ზემოთ. მოდი ახლა ჩვენ გვაინტერესებს რეაქციის ძალა ყველაზე ზედა წერტილში და ყველაზე ზედა წერტილში რეაქციის ძალა იქნება მიმართული ვერტიკალურად ქვემოთ. და მოდი ჯერ პირველ რიგში ვიპოვოთ თუ რა სიჩქარე იქნებოდა ამ სხეულს, როცა ესე წამოვა და აი აქ როდესაც მოვა, რა მეორე სიჩქარე იქნება, რომ მარცხენა მხარეს მიმართული. დავწეროთ მექანიკური ენერგიის შენახვა, კერძოდ mg3 გარდა იქნა, უკვე ამ წერტილში მას გააჩნია როგორც კინეტიკური ენერგია mv2 კვადრატის ნახევარი, არამედ პოტენციური ენერგიაც, რომელიც არის mg ჯერ ეს სიმაღლე. ეს სიმაღლე არის წერტილის ან წრის დიამეტრი, რაც იქნება 2 ხო? იქნება დავწეროთ, რომ mg3 გარდაქმნილა mg2-ში და ასევე mv2 კვადრატ ნახევარში, ხო? მექანიკური ენერგიის შენახვა. mg2 გადმოვიტანოთ მარცხენა მხარეს და დაგვიჯდება, რომ mg2 უნდა იყოს mv2 კვადრატის ნახევარი, საიდანაც v2 სიჩქარის კვადრატი გამოდის 2g, ანუ აი აქ მისი სიჩქარე იქნება ფესვი 2g მიმართული მარცხენა მხარეს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ თუ 3 ერთსიმაღლიდან დაიწყო ამ სხეულმა მოძრაობა. მოდი ახლა ვიპოვოთ რეაქციის ძალა. რეაქციის ძალა იქნება მიმართული ვერტიკალურად ქვემოთ, რადგან თუ ეს სხეული ამას აწვება ზემოთ, ეს რეაქციის ძალა იქნება მიმართული ქვემოთ. სიმძიმის ძალაც ქვემოთ არის უკვე აქ მიმართული და დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, ხო ეს დავხაზი აქ. რომ n2-ს დამატებული mg, იმიტომ რომ ორივე ძალა უკვე ცენტრისკენ არის მიმართული, უნდა იყოს მასაჯერ აჩქარება. ანუ n2-ს დამატებული mg უნდა იყოს mv2 კვადრატი გაყოფილი r-ზე. და v2 კვადრატი არის 2g და როდესაც ამ პლუს mg-ს გადავიდათ მარჯვენა მხარეს მინუს mg-ით, გამოვა n2 ტოლია mv კვადრატი r-ზე იქნება m2g გაყოფილი r-ზე და გამოკლებული ამას mg, ხო? რაც ნიშნავს mg-ს. ესე იგი, თუ სხეული ჩამოსრიალდებოდა 3 ერთსიმაღლიდან, ყველაზე ქვედა წერტილში მისი რეაქციის ძალა აქ იქნებოდა 7mg, ხოლო ყველაზე ზედა წერტილში რეაქციის ძალა იქნებოდა mg, აქ არის მიმართული ზემოთ, აქ არის მიმართული ქვემოთ. და აქ ასევე არის ერთი კითხვა, კერძოდ რა მინიმალური სიმაღლიდან უნდა დაიწყოს ამ სხეულმა სრიალი, რომ მან მკვდარი მარკუში შემოწეროს. და მკვდარი მარკუში რომ შემოწეროს, ესეთი პირობა გვექნება ჩვენ, რომ ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე ზედა წერტილში ავა, აქ რეაქციის ძალა უნდა განულდეს. იმიტომ რომ თუ რეაქციის ძალა არ განულდა, ესე იგი ეგ კრიტიკული შემთხვევა არ ყოფილა.
და თუ რეაქციის ძალა მაქამდე განულდა, ესე იგი წრეწელს ვერ შემოწერდა აქ და ესე იგი რო ავიდოდა აქ მე სადღაც ისე ჩამოვარდებოდა ქვემოთ. ჩვენ გვინდა რომ თლიანად ეს წრეწელი შემოწეროს, ისე აი აქ არ ჩამოვარდეს. და მაგის კრიტიკული პირობარი რომ ყველაზე ზედა წერტილში რეაქციის ძალა უნდა განულდეს. ანუ აი აქ n და mg-ს ვწერდით, აქ გამოვიდა n2 და mg. აქ უკვე რეაქციის ძალა 0 უნდა იყოს და პირდაპირ mg უნდა იყოს ეს ძალა ცენტრისკენაც არის მიმართული, ეგ უნდა იყოს mv კვადრატი გაყოფილი r-ზე. რაც ნიშნავს რომ v კვადრატი უნდა იყოს gr-ზე. ანუ ყველაზე აი ამ წერტილში უნდა კონდეს ფესვი gr სიჩქარე რომ ამან ეს სრული წრეწელი შემოწეროს და აქ არ ჩამოვარდეს აი სადაც შუაგზაში. ესე იგი აქ უნდა კონდეს ფესვი gr სიჩქარე. დავწეროთ კიდევ ერთხელ მექანიკური ენერგიის შენახვა და თუ ეს სხეული ჩამოსრიალდებოდა h მინიმალურიდან, მისი პოტენციური ენერგია იქნებოდა mg h მინიმალური, რაც ამ წერტილში გარდაიქმნება კინეტიკური ენერგიაში და პოტენციური ენერგიაში. კინეტიკური ენერგია იქნება m დიდი v კვადრატი r-ზე, სადაც კიდევ ერთხელ v კვადრატი არის gr. კიდევ ერთხელ როგორ დავწერეთ ეს დავწერეთ იქიდან რომ აი აქ რეაქციის ძალა უნდა განულებულიყო. და ესე იგი აქ მივიღეთ რომ mg უნდა ყოფილიყო mg რაჩქარება, ანუ mv კვადრატი r-ზე. ესე იგი ეს გარდაიქმნა mv კვადრატი r-ში და ასევე mg 2r-ში, ხო, ამ სიმაღლეზე რაც იქნება მას პოტენციური ენერგია. შემდეგ mg h მინიმალური გამოდის mg ნახევარი, ხო, როცა ამ v კვადრატს ჩავსვათ gr-ს, გამოვა mg ნახევარი და 2mg. და mg-ები როდესაც შეიკვეცება, გამოვა h მინიმალური 2 ნახევარი r, ანუ 5 მეორედი r-დან თუ დაიწყებდა სრიალს ეს წარმოვა და აქ შემოწერს ამ წრეწილს. რა თქმა უნდა, ხახუნის ძალის გათვალისწინების გარეშე. თუ გვექნება ხახუნის ძალაც, მაშინ ცოტათი მეტი სიმაღლე დაგჭირდება, ანუ 2 ნახევარი r-ზე ცოტა მეტი, შეიძლება იყოს 2.6-ი, 2.7-ი. გააჩნია ხახუნის კოეფიციენტს. Clearly doesn't make it around the loop. If you start it at the height, roughly the same height as the height of the loop, it also does not make it all the way around. The reason is that if you start it here, conservation of energy says that whenever you get up to that same height, it's going to have zero velocity because it had zero velocity when you released it here from rest. But you need it to have some velocity, and that velocity is the square root of g times r, g the acceleration of gravity. So it needs to be higher than that, and we'll work out the math in class. But clearly if you're way up here, and missed the track, sorry about that, makes it all the way around, and there's an intermediate spot here where it barely makes it around. I didn't quite make it there.